უკრაინამ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტი სრულად შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება უკრაინამ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ახსნა. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანსპორტირების შეწყვეტასთან დაკავშირებით უკვე ეცნობა უცხოელ პარტნიორებს. რუსული გაზის ტრანზიტის შევაჩერეთ ეს ისტორიული მოვლენაა. რუსეთი ბაზრებს კარგავს, ფინანსურ ზარალს განიცდის. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ გაზზე უარი თქვას, განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა. რუსული გაზის მთავარი იმპორტიორები სლოვაკეთი და ავსტრია არიან. არსებული ცნობით ამ ქვეყნებს მიწისქვეშა საცავებში გაზის დიდი მარაგები აქვთ. ავსტრიას ასევე შეუძლია შეზღუდული ნაკადების მიღება იტალიიდან და გერმანიიდან. არსებობს მოსაზრება, რომ უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი არის ტრანზიტის შეჩერება ყველაზე დიდ დარტყმას მოლდოვის ბაზარს მიაყენებს. ამავე დროს დეფიციტის შესამცირებლად კიშინოვი გადავიდა რუმინეთიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე. რუმინეთი იანვარში მოლდოვის ბაზრის ელექტროენერგიის მოთხოვნილების 62%-ს უზრუნველყოფს.